ახლა თქვენ გევთვებით სენაკი და სამეგრელოდან დღეს ჩვენ კოალიციის ცვლილებისთვის 4 ნომერმა გავხსენით აბაშაში და სენაკში საარჩევნო შტაბები და ამით სამეგრელოში მთლიანად დაკომპლექტა ყველა მნიშვნელოვან ძირითად ქალაქში უკვე ჩვენ გვაქვს საარჩევნო შტაბი, მაგრამ ამით ჩვენ არ შევჩერდებთ უახლოეს პერიოდში ჩვენ კიდევ დამატებით შტაბებს გავხსნით და სამეგრელოში ამ შემთხვევაში სამეგრელოში გულისხმობ ბევრ ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია, თუნდაც დღეს ხო გუშინ და არ ყოფილა ასეთი ადამიანი, ასეთი საქართველოს მოქალაქე, ვისაც კითხვა დაუსვამს იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენ იკითხეთ. წილი ნაყარია ივანიშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადზე უცხადესია, არის კატეგორია მცირე ნაწილი, ვისთვისაც ნომერი, ანუ ივანიშვილი არის, არ როგორ გითხრათ ეხა იდეა. მცირე ნაწილი მნიშვნელობა არ აქვს, რა სიტყვის რას გააფუჭებს, ვის დაიჭერს, ვის მოკლავს, რამდენს გააღარიბებს, სახელმწიფო იქნება, არ იქნება, მაინც იდეა თუ კეთილდღეობის საფუძველი, ძირითადად მასთან რაღაც ასეა ხალხი დაკავშირებული. არა, თავად ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა დიახაც, რა თქმა უნდა, ამ იდეის უკან იმალებოდ ვითომ ჭალებში მართალი ვზანდებით, მიღებულია შენიშვნა, ასე არის ნამდვილად, საკუთარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად მათ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ დაუჭირონ მხარი კვლავ ბიძინა ივანიშვილს, არა იმიტომ რომ მისი ჟერათ, ანუ ის თავაზობს რაღაც უკეთეს საქართველოს ხარისხს ცხოვრების ქვეყანაში, არა, უბრალოდ მისი ხელისუფლებაში დარჩენა არის პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებული დამატებით რაღაცა სიმდიდრის მოხვეჭასთან ცალკეული მხოლოდ რამდენიმე ასეული ოჯახისთვის და აი ეს ერთი მუჭა გამდიდრებული ძლიერი კლანი ფინანსურად ცდილობს რომ ხელში ჩაიგდოს მრავალი წლით კიდევ გაიხანგრძილოს მართვისადავეები აც არ გამოვა. ინდა ხალხმა როდესაც არ გამოვა, ნიკა, მოდი ამაზეც ვილაპარაკოთ, ხალხის განწყობა მითხარით და იცით კიდევ რა მაინტერესებს, აი სწორედ იქიდან გამომდინარე, როგორი კამპანიაც გააქვთ ოპოზიციას და კონკრეტულად ახლა ამ შემთხვევაში თქვენს კოალიციაზე რო ვისაუბროთ. რა არის ხალხის ინტერესი, რა არის მათი კითხვები, აი რას გთხოვენ, რას გეუბნებიან, ეს ხო გასათვალისწინებელი იქნება სამომავლოთაც. იცით რა, არა რა თქმა უნდა, მადლობა ამ შეკითხვისთვისაც. წილი ნაყარია, როდესაც ვახსენებ, ივანიშვილმა ყარა წილი, ქართულმა ხალხმა ყარა თავისი წილი. ორი ურთიერთ დაპირისპირებული ხარია. ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, უანგაროდ პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც უნდათ რომ ჰქონდეთ ქართული სახელმწიფო და ქართულ სახელმწიფოში იცხოვრონ მათაც, მათფაშვილებმაც და იყვნენ დიდრები, ბედნიერები, ლაღები, ჰქონდეთ პერსპექტივა, ჰქონდეთ შესაძლებლობა რომ ამ სახელმწიფოში ცხოვრებ მოქალაქეს შეეძლებოდეს ცხოვრების დაგეგმვა. ცხოვრების დაგეგმვა არ შეუძლია დღეს არავის ერთი კვირით, აი ვერავინ ვერ განსაზღვრავს რა იქნება. ასეთი სახელმწიფო შექმნა ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილის ხარდაჭერებს, რომლებიც იძულებულები არიან იყვნენ მისი ხარდაჭერები და არიან ძალიან მძიმე უმცირესობაში, ცდილობენ შეინარჩუნონ მოპოვებული აი ეს მდგომარეობა. 26 ოქტომბერი არის დღე, თარიღი, რომელიც განსაზღვრავს რამდენიმე 10 წლეულს ქვეყნის მომავლისა. დიახაც ივანიშვილი ღრმა უმცირესობაშია, ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები არიან დიდ უმრავლესობაში. რატომ ვერ უნდა მოვიგოთ? რატომ ვერ უნდა? კი, ნამდვილად, ეგ აი გუწმელად, ნამდვილად 2020-2021 წლებს თუ ავიღებთ უკანასკნელი ორი არჩევნები, როდესაც ჩატარდა, ასეც იყო ოპოზიციური განწყობა, რა თქმა უნდა, იყო სურვილი ცვლილებების, მაგრამ არა ამდენად მოტივირებული, არა ამდენად მრავალრიცხოვანი, ანუ ერთი მხარე წარმოდგენილი, რომელიც ხარს უჭერდა ცვლილებას. ასე არ იყო, ეხლა მოვაღიაროთ 2020-2021 წლებში, თვისობრივად განსხვავდება დღევანდელი მოცემულობა, რამდენიმე ძლიერი ფაქტორი ახლა ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები სასარგებლოდ მუშაობს. პირველი, რომ წასუჩაბარდა ორტურიანი არჩევნები, რომელიც იყო პოლიტიკური ჯოჯოხეთი ნამდვილად და ხელსაყრელო მხოლოდ ხელისუფლებას, წასუჩაბარდა მაჟორიტარული სისტემა, რომელიც მხოლოდ რბილად რო თქვა ხელსაყრელო ხელისუფლებას 150 მანდატი თამაშდებოდა და ოპოზიცია არჩევნებს ვიწყებდით.
რა მდგომარეობაში 30-ით ნულს ვაგებდით და აი ასეთი სასტარტო პირობები გქონდათ და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დღეს ქართველი ხალხი საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ მუშაობს. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, თქვენს ეთერშიც მithქვავს 2020-2021 წლებში ქართულ ოცნებას ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების გაცილებით დიდი მხარდაჭერა ვიდრე ქართულ ოცნებას. რატომ? ეს გრძელი თემა, გრძელი საკითხია და ამ სიგნალში დუშევად. დღეს ეს სამი ფაქტორი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობს და მთავარი მეოთხე გადამწყვეტი ფაქტორი ქართველი ხალხი არის მზად ცვლილებებისთვის. რა თქმა უნდა, ესაც უნდა ვთქვა, აი ამ უმრავლესობაში, რომელიც არის მოსუნე ცვლილებებისა, არიან ადამიანები, ვისაც სჭირდება წმენის გაძლიერება, ვისაც სჭირდება დარწმუნება, ვისაც სჭირდება მოღონიერება, ვისაც სჭირდება ძალების მოკრეფა იმისათვის, რომ ალბათ მთავარი ამოცანა განსაკუთრებით ისეთი პარტიებისთვის, აი დავუშვათ თქვენზე რო ვისაუბროთ, რომლებსაც ნუ აი წლების განმავლობაში ასე მყარი ამომრჩეველი გადავუშვათ განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან, ხო, არ ხოლია. აი ამას როგორ ახერხებთ? ნიკა და იცით რა მაინტერესებს? თქვენი შეთავაზებები რა არის ისეთ დროს, როდესაც ივანიშვილი და თავად მისი პარტია საუბრობენ სრულიად არ ვიცი, აი რაღაცა შიშს ნერგავენ ძირითადად და რაღაც გამოგონილ საფრთხეებზე საუბრობენ. აი თქვენ ამის საპირწონედ რაზე ლაპარაკობთ? ის რომ ივანიშვილი სრულ დილემებს სთავაზობს საზოგადოებამ ეს კარგად უკვე ისწავლა, შეისწავლა ივანიშვილი სრულ დილემებს სთავაზობს, ხო ცდილობს სხვადასხვა ინსტიტუტები გამოიყენოს საარჩევნოდ, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე ყავლი გაუვიდა. ივანიშვილს სათქმელი არაფერი არ აქვს. ივანიშვილი საუბრობს მხოლოდ წარსულზე, საუბრობს მხოლოდ დაპირისპირებაზე, შუღლზე, აგრესიაზე, მას უბრალოდ სასაუბრო არაფერი არ აქვს. გან არ შეუძლებელს სასაუბრო არ აქვს. რაც შეეხება ოპოზიციურ ველზე, დიახაც, მადლობა ღმერთს და მიხარია, რომ ყველა საუბრობს მომავალზე, ყველა სახავს დიახაც ბევრად უკეთეს პერსპექტივას ვიდრე დღევანდელი რეალობა არის, მაგრამ ჭკვიანი ქართველი მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე კითხვა ძალიან ობიექტურად გისვამს. გავიგეთ, კომპეტენტურები, გამბედავები შემდგომ ხართ, მაგრამ მოხვალთ ბევრ საქმეს გააკეთეთ, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს აქ და ახლა როგორ ცვლით ივანიშვილს. ის რომ მოხვალთ ხელისუფლებაში და რეფორმას გაატარებ ეკონომიკის სფეროში და ჯანდაცვის დარგში გასაგებია აქ და ახლა ამ რეჟიმს როგორ ამაცხებ. მარტივი მე რას ვამბობ, პასუხი არსებობს. ძალიან ბევრი შრომი, დიდი გამარჯვებები, დიდი ძალისხმების გარეშე ვერ მოიპოვება. უდიდესი მორალური უპირატესობით. უდიდესი დიახაც მონდომებით და ისეთი პოზიციის დემონსტრირებით, რომელიც ავალი და გუწფელია, რომ შენ უკან დამხევი არ ხარ. შენ პოლიტიკურ კორუფციაში ჩაფლული არ ხარ. შენ არ გინდა ოპოზიციის და ხელისუფლების ჩანაცვლება, არამედ შენ გინდა ცვლილება. აი ამ ყველაფერში ვინც დაარწმუნებს საქართველოს მოსახლეობას, ის იქნება გამარჯვებული და მე მჯერა რომ და ნომერი 4 კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერი. ახ სამეგრელოდან გერთვებით რა. ჩვენ სამეგრელოში სწორად გამიგეთ, ცივი გონებით ვამბობ იმას, რასაც ახლა ვიტყვი. ჩვენ სამეგრელოში არ ვიბრძვით თავარი ოპოზიციური კოალიციური მოძრაობის სტატუსისთვის. მე შემიძლია თქვა, რომ ეს დღეს უკვე პრაქტიკულად მოცემულობა არის. ქართული ოცნების დამარცხებისთვის შედეგობრივად ვიბრძვით კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერი. სამეგრელოში და არა მხოლოდ სამეგრელოში. რატომ რამაზრებს ამის თქვის შესაძლებლობას? საზოგადოების განწყობა, მზადყოფნა მიუხედავად იმისა, რომ გვხვდება ადამიანთა არც თუ ისე მცირე ნაწილი, რომელსაც რწმენა აქვს დაკარგული, რომელსაც დამარცხებული ფსიქოლოგია აქვს, ჩამოყალიბებული 7, 8, 9 არჩევნები წააგო და წინასწარ განწყობა აქვს შექმნილი, კვლავ წააგებს, სადაც სიამოვნებაში ეს აღარ მოხდება. მადლობა ღმერთს, ძალიან ბევრი აქტიური, მოტივირებული ადამიანი ერთვება ამ პროცესში, მათ შორის კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომრის ფარგლებში, რომელსაც შესაძლებელია გამოცდილება პოლიტიკური ბრძოლის არ აქვს, მაგრამ მოტივაცია და ენთუზიაზმი აქვს მაგალითად. და ეს კომბინაცია გამოცდილებისა და ენთუზიაზმის მნიშვნელოვანია მართლაც პოლიტიკურ ბრძოლაში. ნიკა, მე სულისკვეთება, ესე და ტელევიზიით, აი ეკა ვიტყვი, ყველა ვილაპარაკებთ ძალიან ვეცდებით ყოველ შემთხვევაში ამენერად 20-25 წუთი საეთერო დრო წარმოაჩინოთ საკუთარი თავები, როგორც ჭკვიანები, როგორც მომზადებულები, მაგრამ სულისკვეთება მოიგებს ამარჩევნებს. გამბედაობა მოიგებს ამარჩევნებს. რა თქმა უნდა, კომპეტენცია და კვალიფიცირება მნიშვნელოვანია, მაგრამ რეჟიმი მარცხდება
სიმართლით და ღირსებით, რაც შეგაძლევს მორალურ უპირატესობას. მე მეამაყება, რომ კოალიციის ცვლილებების 4 ნომერში ეს უპირატესობა დღეს გვაქვს და ამას ვგრძნობთ. კი, ეს არის ანუ თქვენ ამას ამბობთ, რომ ეს არის თქვენი უპირატესობა. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ გამომდინარე იქიდან. დიდი უპირატესობა ყველასთან მიმართებაში გულწრფელად ვამბობ, იმიტომ რომ არის ხალხი ხა არ დაკონკრეტები არავითარ შემთხვევაში, ვისაც სურვილი აქვს ჩანაცვლების ივანიშვილის. ჩვენ არ ვიბრძვით ივანიშვილის რეჟიმის ჩანაცვლების, ჩვენ არ ვიცით პოლიტიკური კორუფციის გასავითარება. ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყანაში იმ მოცემულობის შესაქმნელად, როდესაც ჩვენ არამხოლოდ ვიტყვით, რომ მომავალი თქვენია და მომავალი შენია და მომავალი ჩვენია საქართველოს მოქალაქეების, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩათვალოს, რომ ვერასოდეს ვერცერთი ხელისუფალი ვეღარ მოაჯდება სახელმწიფოს თავზე. რა იქნება აი ესეთი ერთი კონკრეტული ნაბიჯი რომ მითხრათ ნიკა, აი მაგალითად ერთი ნაბიჯი ასეთი რა იქნება? ჩვენ კოალიცია 4 ნომერმა ცვლილებებისთვის ამის მინი მოდელი უკვე ვაჩვენეთ. ბევრ საკითხში, არა ცოტა მცირე საკითხებში ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი ერთობა არის მომავალთან დაკავშირებული. და მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის კოალიციურ მმართველობაში. აი ხა კოალიციურ მმართველობაზე მინდა ზუსტად წარსული, თუ შეიძლება დავასვა, არ სურს წარსულმა გაიმარჯვოს, მომავალში წარსულით ვერ მოხდები. არ სურს ივანიშვილი დამარცხდეს, მინდა ვიყო ივანიშვილებით. იცით რა არის? ბევრი ადამიანი გვხვდება, ეხლა უნდა გითხრათ, ბევრი ადამიანი, ვისაც არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეს არის ის, რაც ივანიშვილმა გამოიწვია პრაქტიკულად ბიოლოგიურად, დიდი ანტაგონიზმი აქვს ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ. თუმცა მათ უნდა რეალური ალტერნატივის, მათთვის მისაღები ალტერნატივის არსებობის დანახვა, რომ მათ შეძლონ, რომ შენ ხარი დაგიჭირონ და შენ თუ სთავაზობ, რომ წარსული დაპირება მომავალში მოხვედას მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზირა ივანიშვილი არის ცუდი, ეს ყველამ გავიგეთ რო არის ცუდი. კი, ნიკა, ეხლა სწორედ კოალიციურ მმართველობაზე რა ხასაუბრობთ, მოვიდეთ ჩვენ ხელისუფლებაში ოპოზიციური ძალები და რატო გვაქვს ამბიცია, რომ კოალიცია ცვლილებების 4 ნომერი აი ამ კოალიციურ მომდენო თავრობაში უნდა იყოს ძალიან დიდი წილით წარმოდგენილი. მე მაქვს ჩემი პასუხი, შეიძლება ამაზე ვიკამათოთ მომავალშიც ახლა, ვინაიდან მორალური მდგრადობა, მორალური უპირატესობა, კომპეტენცია, სისუფთავე, გამძლე მდიდარი ბიოგრაფია ცალკეული აღებული ლიდერებისა იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას ჩვენთვის, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვამოძრავეს ცვლილებები და არა ჩანაცვლება. სამწუხაროდ მე ამას ხას განგებულს ვამ, არსებობენ ადამიანები, წარმატებები ყველა ოპოზიციურ პარტიას, წარმატებები, რომელსაც სულ ჩანაცვლება. ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს ივანიშვილს. ივანიშვილი უნდა დამარცხდეს, უნდა დამარცხდეს რეჟიმი, უნდა დაინგრეს სისტემა. და ვიღაცა სადღაცა კიდევ აქვს ფიქრები აშლიო, შეიძლება ივანიშვილი ჩავანაცვლო. ვერ ჩაანაცვლოს. აი ამაში ვინც დაარწმუნებს ქართულ საზოგადოებას და ქართულ საზოგადოება დაარწმუნდება ამაში. ქართულ საზოგადოება გაიმარჯვებს იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად. კარგი, ახლა ივანიშვილი თქვენც ახსენეთ, ამაზე მინდა გავაგრძელო საუბარი და აი მეც საუბრობდი ამ მის პროპაგანდისტულ გზავნილებზე და ზოგადად მთელი ქართული ოცნების არანაირი დაპირება, მხოლოდ შიშის და ნიჰილიზმის დანერგვა და მოქალაქეებში და თემა, რომელიც ეხება ეკლესიას და რომელიც ივანიშვილმა შეეცადა გუშინ ოზურგეთიდან, რომ წარმატებად გაესაღებინა, ასე ვთქვათ, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ ეს იყო მარცხი და მოლაპარაკებები საპატრიარქოსა და ამ პარტიას ყობახიძე ყოფილა მომლაპარაკებელი უშედეგოდ და არ დამსრულდა იმ შედეგით, რაც მას სურდა. აი თქვენი აზრით, ნიკა, ამ ყველაფრის მიზანი რა იყო და ეს რამდენად მოქმედებს ზოგადად მათი გზავნილები ადამიანებზე, როგორ ფიქრობთ? არ შემსხვედრია არც ერთი ადამიანი, ვისაც კითხვა დაუსვამს ამ საკითხთან დაკავშირებით. მართლა სერიოზულად არ არა, შეიძლება კითხვა არ დაუსვამს, მაგრამ გაუხარდათ შეიძლება, რომ აი სახელმწიფო რელიგია. არა, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ ნებისმიერი ივანიშვილის მიერ ნათქვამი და გამოთქმული აზრის უკან დგას მისი პერსონალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფი ინტერესი. მისი ნებისმიერი სიტყვა გულისხმობს იქნება ის უკეთესად, დარჩება ისე როგორც არის. ის არ გულისხმობს ქართველ ხალხს. და ეს მეგონი მარტო მე და თქვენ არა,
მე მგონი არა ზუსტად, ნუ აბსოლუტურ უმრავლესობამ ბიზენ ივანიშვილი უკვე გაშიფრა როგორც პოლიტიკური აქტორი. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ძალიან მწვავეა შეფასებები ქვეყნის გარედანაც. აი ანაპოტიგაა ეხლა ჩამოსული, რომელმაც თქვა, რომ პერსონალური სანქციებიც იქნებაო არჩევნების ნიშნულობაზე ისაუბრა. უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მნიშვნელოვანი ნაწილი 2020-2021 წლებში ბიზენ ივანიშვილის ხელისუფლებას უჭერდა მხარს. ეს არ ეთქვენ მithქვავს. ეს ასე არის. უჭერდა ქართულ ოცნებას ჰქონდა გაცილებით დიდი მხარდაჭერა დასავლეთისგან ვიდრე ქართულ ოპოზიციას. მახსოვს 2020-2021 წლები და რა თქმა უნდა, მიხარია მხოლოდ და მხოლოდ რომ ჩვენი საუკეთესო კომაგები, პარტნიორები დღეს არიან აბსოლუტურად თანხმედრაში მოსულები ქართული საზოგადოების განწყობებთან. ეს ასე არ ყოფილა 2020-2021 წლებში. 2020-2021 წლებში ბიზენ ივანიშვილს შეირაცხა მართვის სადავეები ქვეყანაში, რა თქმა უნდა, დიდი წილი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამსახურება ამ პროცესში. ეხლა სიმართლე ეს არის და რატო არ უნდა ვთქვა. 2020-2021 წლებში გაყალბებული არჩევნები დიახაც გაუმართლა ჩვენმა ბევრმა დასავლელმა პარტნიორმა, რომელმაც ვერ დაიჯერა და არ დაიჯერა. კანონი აღმოჩნდა კატალიზატორი პრინციპში, რამაც შეცვალა რადიკალურად დამოკიდებულება. კი ბატონო, ამასობაში დავკარგეთ ძვირფასი დრო, მაგრამ არაუშავს, ის არის უკვე წარსული, ახლა უნდა ვიყუროთ მომავლისკენ. და დღეს აი ეს ერთსულოვნება პოზიციებში, ერთსულოვნება ქმედებებში ქართველი ხალხისა და საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა, რა თქმა უნდა, იქნება გადაულახავი ბარიერი ბიზენა ივანიშვილის ბარიერი ამ დამამცირებელი ქართველი ხალხის დამამცირებელი ადამიანისთვის, რომელიც საკუთარი გუნდის წევრებს აიძულებს, რომ მისი გამხმარი ხე გამოიტირონ და პოლიტიკური პარაკლისი ჩაუტარონ და მე ოპოზიციას დააბრალონ. ეს არის ადამიანი, რომელიც დაცინის 12 წელიწადია ქართველ ხალხს, რომელიც სახელმწიფოს ანადგურებს, მის საფუძვლებში ანადგურებს და ქართველ ხალხს ამასთან დაცინის, დიახაც მეტის არაფერი და აი ეს დაცინვა მას ძალიან მტკივნეულად შემოუბრუნდება 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი ემზადება ამას დაარქვით საკადრისი პასუხის გაცემა, დაარქვით შურიზიებისთვის, ბიულეტენით ხელში საარჩევნო ურნასთან, რაც გინდა დაარქვით. დიახაც 26 ოქტომბერს დემოკრატიული ტალღა დაარტყავს ივანიშვილის რეჟიმს და შეიქმნება მანამდე ისეთი საარჩევნო კლიმატი, რომ ბევრი ქართული ოცნების წარმომადგენელი გაყალბებას ვერც გაბედავს და დავასრულებ. რატომ? იმიტომ რომ როდესაც თქვენ როგორც ეკა მიშველაძე ერთი წამით დაიფაროს, მაგრამ ქართული ოცნების წარმომადგენელი რო იყოთ, მაგ და დამავალოთ მე როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელი, სოციალ ეხა ნიკა გაიქეცე, აბა სენაკში დააყალბე რომელიღაცა საარჩევნო უბანი. მე თუ დარწმუნებული არ ვიქნები, რომ ეკა მიშველაძე არის 100%-ით დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში, მე შეიძლება თქვენ თავიდან გითხრათ კი გავაკეთებ, წავალ, მაგრამ მას არ გავაკეთე. აი ეს იქნება და ასეთი ადამიანების ფსიქოლოგია. მადლობა ნიკა, დიდი მადლობა, ჩვენ გვექნება კიდევ შესაძლებლობა. თქვენს წარმატებები და გამარჯვება და ნამდვილად გამარჯვება აუცილებლად 26 ოქტომბერს ზეიმი უნდა შედგეს ამ ქვეყანაში.